City Game 2025 ეს არის დინამიკური სახალისო თამაში, რომელშიც 16-დან 25 წლის აფხაზეთიდან დევნილი 200-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, რომლებიც თბილისის მასშტაბით მინიშნებების მიხედვით სხვადასხვა ლოკაციებზე სპორტულ შემეცნებით და გასართობ აქტივობებში მონაწილეობდნენ. დასკვნით ღონისძიებაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ზაგანიამ. მათ ყურადღება გაამახვილეს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების შემეცნებით და ინტერაქციულ პროექტებში ჩართვის მნიშვნელობაზე. გამარჯვებული გუნდები სერტიფიკატებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს. შეგახსენებთ, City Game 2025 აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს სკაუტების ორგანიზებით გაიმართა. აფხაზეთის მთავრობისა და განათლების და კულტურის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მსგავსი ღონისძიებების განხორციელება, სადაც ახალგაზრდები იქნებიან მაქსიმალურად ჩართული. განხორციელდა პროექტი, სადაც 200-მდე ჩვენმა დევნილმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა შემეცნებით და ინტელექტუალურ თამაშებში, City Game-ში. აფხაზეთის მთავრობა, სამინისტრო და სააგენტო მიესალმება ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც იქნება სამომავლოდ განხორციელებული. აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს სკაუტებმა ჩაატარეს ღონისძიება City Game, რომელიც იყო შემეცნებითი, ინტელექტუალური, მათ შორის სპორტული თამაშების ერთობლიობა. გაიმართა დასკვნითი ღონისძიება, გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი. მინდა მონაწილეებს უსურვო წარმატებები მომავალშიც. აფხაზეთის მთავრობა, ჩვენი სააგენტო, განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს ინიციატივებს, მსგავს წამოწყებებს. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე ჩემი აზრით. ყველაფერი ძალიან კარგი იყო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს, ლიდერებს, რა თქმა უნდა და აი ესეთი მრავალფეროვანი სავსე დღე ძალიან იშვიათად თუ მქონია. მომავალში ძალიან დიდი იმედი მექნება თუ ჩატარდება მსგავსი აქტივობები და რა თქმა უნდა მონაწილეობას კიდევ მივიღებ.